მოგესალმებით ძვირფასებო, მოგიკითხავთ და შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გავდივართ ახლა და ამჟამად იცით, რომ ლომის კარიბჭის პორტალი გახსნილია. მე მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ ყოველგვარი სიმშვიდე, გადახვიდეთ მშვიდ ენერგიებში, კონცენტრირდეთ თქვენს სურვილებზე, მიზნებზე, დაისახოთ მიზნები და იაროთ აი ამ მიზნებისკენ ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად და მე ზუსტად თემატურად მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა მესიჯი სამყაროსგან და ამავე დროს მინდა ჩაიფიქროთ სურვილი და ვნახოთ რამდენად ასრულებადია ეს სურვილი ახლა და ამჟამად თქვენთვის. გაშლას გავაკეთებ სამ ვარიანტად, იქნება მოკლე გაშლა. მე კი გთხოვთ და მოგიწოდებთ კვლავ, რომ ბალანსი არ დაირღვეს, გამოიწეროთ არხი, გამოხვიდეთ უკავშირზე, ლაიქი, კომენტარი. ძალიან მნიშვნელოვანია იცით არხის განვითარებისთვის. მას ასე ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან. პირველი ვარიანტი მესიჯი სამყაროსგან, მეორე ვარიანტი და მესიჯი სამყაროსგან. მესამე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს ავანტურინი, მეორე ვარიანტი იყოს ლაბრატორიტი და მესამე ვარიანტი ამეთვისტო. აქვე მოდი ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილი რამდენად ასრულებადია ახლა და ამჟამად. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. მას ასე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი ლაბრატორიტი და მესამე ამეთვისტო. მესამე და მეორე ვარიანტი გადავდოთ და ვნახოთ. მოგესალმებით პირველებო. ვინც აირჩიეთ ავანტურინი, მესიჯი თქვენთვის სამყაროსგან რა არის? ცოტა დაღლილები ხართ მეგობრებო. შეიძლება კონკურენციულ გარემოში ხართ ან დაძაბული სიტუაცია გქონდა თუ ახლოეს პერიოდში და აქ მესიჯი სამყაროსგან არის ის, რომ თქვენ ცოტა გადაღლილი ხართ, მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციას, მოერიდეთ დაპირისპირებას ადამიანებთან, კოლექტივთან, ახლობლებთან, მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციას და ყველანაირ ნეგატიურ ინფორმაციას გაუკეთეთ იგნორი, გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მოვა და აუცილებლად გაანალიზეთ იმის უკან რა დგას, რათა არ დაზარალდეთ შემდგომში. აუცილებლად გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მოდის. ბრმად ნუენდობით ადამიანებს შეიძლება ისინი ერთგვარად სხვა სახეს გაჩვენებდნენ და რეალურად სხვა მიზნები იდგეს აი ამ სახის და ნიღაბის უკან. ეს სამყაროს მესიჯია თქვენთვის და ვნახოთ ახლა მეორე არკანმა რა გითხრა, თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა. მეგობრებო, აქ მგონია, რომ თქვენ ერთი კონკრეტული სურვილი არ ჩამოგიყალიბებიათ და რამოდენიმე სურვილი გაქვთ და გიჭირთ ჩამოყალიბება ან კონკრეტული სურვილის, ან ბევრი სურვილიდან იმ ერთადერთის გამორჩევა ძალიან გიჭირთ. თუ
ერთი სურვილი გაქვთ ჩაფიქრებული, მაშინ აუცილებელია ჩამოაყალიბოთ ეს სურვილი. ეს სურვილი, მეგობრებო, იმდენად რეალური უნდა იყოს, იმდენად ჩამოყალიბებული უნდა გქონდეთ, რომ შეგრძნების დონეზე უნდა შეიგრძნოთ ის ყველაფერი, ის მდგომარეობა, რაც თქვენ გსურთ, რომ გქონდეთ. მოდი დავუმატებ მე არკანს, რამდენად ასრულებადია ეს სურვილი, თქვენი სურვილი. მეგობრებო, აქ გაქვთ მერყეობა, კიდევ ერთი არკანი ამტკიცებს დარჩერთ წარსულში თუ გადადგათ ნაბიჯი ახლისკენ, სიახლისკენ. აუცილებელია სურვილამდე რომ მიხვიდეთ, აუცილებელია ჩამოყალიბდეთ თქვენ უკან დარჩენა გსურთ თუ წინ წასვლა. გააკეთეთ არჩევანი, მეგობრებო, და უკან ნურას უდას ნუ გადადგავთ ნაბიჯს, იარეთ მუდმივად წინ, რა დაგეხმარებათ ამ სურვილის ასრულებაში. დიახ, ახალი გზა, ახალი ემოციები, თქვენი სურვილი ასრულდება თუ უკან არ გადადგავთ ნაბიჯს და წინ ივლით ახალი ემოციების საძებნელად, ახალი შესაძლებლობების საძებნელად, რადგან ისინი უკვე თქვენთან შესახვედრად მზად არიან. ეს გახდათ პირველი ვარიანტი და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მოგესალმებით, პირველებო დაგელოდებით კომენტარებში ლაბრადორიტი, მეორე ვარიანტი. მესიჯი სამყაროსგან. მშვენიერი, თქვენ მიიღებთ იმ ყველაფერს, რაც გსურდათ რომ მიგიღოთ. თქვენ ახლა უნდა იყოთ მიმღების პოზიციაში. უნდა მიიღოთ ყველა ის სიკეთე, რასაც სამყარო თუ გარშემოყოფები შემოგთავაზებენ. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ უკვე საკმარისზე მეტი გაეცით და ახლა დროა მიიღოთ ის ყველაფერი თქვენ, რაც გსურთ. შეიძლება სამყარომ შემოგთავაზოთ მოგზაურობა, კომუნიკაცია ფართო მასშტაბებზე, შეიძლება ეს იყოს უცხოეთთან კონტაქტი, შეიძლება მიიღოთ დიდი ხნის ოცნების ასრულება, რაც თქვენ ძალიან გსურდათ. მშვენიერია, მოდი ვნახოთ, ასრულდება თქვენი სურვილი. მეგობრებო, გასაღები, აი ამ სურვილის ასრულების გასაღები თქვენს ხელშია, თავარია აირჩიოთ. როგორც პირველ ვარიანტს, აქაც თითქოს დაბნეულები ხართ და გაქვთ რამოდენიმე ვარიანტი. შეიძლება ეს თვითონ სურვილების ვარიანტი არ არის და აი ეს ის რამოდენიმე ვარიანტია, როგორ გააღოთ კარები, რამოდენიმე გასაღებია და ვერ ირჩევთ, რომელი გასაღები მოარგოთ აი იმ კარებს, რომლის გაღების შემდეგაც თქვენ აისრულებთ სურვილს და ოცნებას. აქ აუცილებლად გექნებათ სურვილის ასრულება, მეგობრებო, დავუმატოთ თქვენთანაც, გული რომ არ დაგწყდეთ. ასრულდება თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, მეორეებო. კი ბატონო, მეგობრებო, თუ აქ თქვენ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, ან თქვენი საყვარელი ადამიანი, ან თქვენ თუ მანძილზე ხართ თქვენ საყვარელ ადამიანთან, აუცილებლად ეს მანძილი თქვენ შორის გაქრება და თქვენ აუცილებლად იქნებით ერთად, მოხდება შეხვედრა. თუ თქვენ აქ მამაკაცი არ ჩაგიფიქრებიათ და კონკრეტულად გსურთ ახალი ურთიერთობა, ესეც ნამდვილად იქნება. რა შეგიწყობთ ხელს სურვილის ასრულებაში? თუ თქვენ მეგობრებო, ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება სასურველი ბინა აირჩია და ან
არც აურჩევია, მაგრამ სურს ბინის შეძენა, ან ახალი პროფესიის დაუფლება სურს, თქვენ მოგიწევთ ცოტა შრომა ამისთვის, დაკვირვება და აუცილებლად მიიღებს თქვენთვის სასურველს და ნამდვილად აისრულებთ სურვილს. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი. გელოდებით მეორეებო თქვენს კომენტარებში, რამდენად რეზონირდა და გადავედით უშვენიერეს მესამე ვარიანტზე, ამეთვისტოზე. მოგესალმებით მესამეებო და ნახოთ მესიჯი სამყაროსგან. აქაც შეიძლება ზოგიერთ თქვენგან სურს ოჯახური სიტკბუება, ოჯახურ გარემოში მშვიდად ყოფნა, ახალი ბინის შეძენა, ან რაღაც ფინანსური სარგებელი მიიღოთ ოჯახის წევრებისგან, ან მემკვიდრეობით მიიღოთ რაღაც, რაც ძალიან გაგახარებთ. მესიჯი არის სამყაროსგან, რომ დატკბეთ ოჯახური გარემოთი, იმ სიტკბოთი და იმ სითბოთი, რაც ოჯახს უკავშირდება. თუ ზოგიერთ თქვენგან სურს ახალი სახლი, ეს აუცილებლად ექნება ოჯახური თბილი კერა და გარემო. შეიძლება ოჯახის წევრები დაგეხმარონ თქვენი სურვილების ასრულებაში. მესიჯი სამყაროსგან არის გაუფრთხილდეთ თქვენს გარემოცვას, თქვენს გარშემო არსებულ კეთილ ადამიანებს, მეგობრულად განწყობილ ადამიანებს თქვენს გარშემო გაუფრთხილდეთ. უკაცრავად. ნახოთ, ასრულდება თქვენი სურვილი. თქვენი სურვილი ასრულდება, მეგობრებო, თუმცა ამისთვის შრომა მოგიწევთ. ბოდიშს გიხდით. ცოტა გაცილებული ვარ. სურვილის ასრულება გაქვთ. თუ თქვენ სახლს უკავშირდება, ბინას უკავშირდება, ან სამსახურში მაღალ პოზიციას უკავშირდება, თქვენ ცოტა შრომა მოგიწევთ, მაგრამ აუცილებლად გექნებათ სურვილის ასრულება. ნახოთ, ასრულდება თქვენი სურვილი. მეგობრებო, თქვენ იქ პირველ და მეორე ვარიანტში თუ რამოდენიმე სურვილი იყო, აქ შეიძლება ორ სურვილს შორის მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება. ან ორ ოცნებას შორის, შეიძლება ერთი იყოს სამსახური, მეორე იყოს ოჯახი და სახლი. მეგობრებო, აუცილებლად გექნებათ არჩევანი ძალიან რომელიც აი ამ ორ სურვილს შორის, რომელიც ძალიან გსურთ, სწორედ ის აგიხდებათ. რა დაგეხმარებათ? ეს სურვილი მინდა გითხრათ და მიხვდებით ახლა, რომელია თქვენთვის ის სურვილი, რომელიც აგიხდებათ. რომელიც შეიძლება ბავშვობიდან გსურთ, რომელიც ძალიან დიდი ხანია გსურთ. შეიძლება თქვენ გახდეთ ძალიან ცნობილი ადამიანი, ბლოგერი, ან თქვენ საქმეში წარმატებული. ზოგიერთ თქვენგან შეიძლება სურს თავის მოვლის პროცედურების ჩატარება, პლასტიკა, ესთეტიური თვალსაზრისით. აი ამ სურვილით ჩანს, რომ თქვენ ვარსკვლავური ბრწყინვალება მოგემატებათ, გაკაშკაშდებით და აღიარებული გახდებით, როგორც თქვენს გარემოცვაში და სოციუმში, ასევე შეიძლება უცხო ადამიანებს შორისაც თქვენ აუცილებლად წარსდგებით ძალიან წარმატებული და მოკაშკაშე ვარსკვლავის ამპულაში. ეს გახლავთ მესამე ვარიანტი, მესამეებო, თქვენს გელით და მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში, მე კი მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და თითოეულ თქვენგანს
გისურვებთ აქ ხდენოდეთ თქვენი სანუკვარი სურვილი და მიზანი და მე მჯერა რომ ეს თქვენ აქ იხდებათ დაგემშვიდობებით ბედნიერად.